ვანკუვერში უისლერის ტრასაზე ტრაგიკულად დაღუპულ ნოდარ ქუმარიტაშვილს კანადაში სიმღერა მიუძღვნეს. მუსიკა და ტექსტი მელისა მულდერ ალბერტსონსა და მის მეუღლეს დეილის ეკუთვნით. ორივე რიტმ ბლუზის ადგილობრივი ჯგუფის ივენ ქილის წევრები არიან. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ ამ სიმღერას ნოდარის მშობლებს მივუძღვნიდი. რადგან ტექსტში არის ფრაზა უშიშარი გმირი, გადავწყვეტეთ სიმღერის სახელწოდებაც ასეთი ყოფილიყო, ამბობს მელისა. მომღერალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ მოხალისეთა სიაში ჩაეწერა და კენჭისყრის შედეგად ქართული დელეგაციის დახმარება დაევალა. 12 თებერვლის საღამოს საქართველოს 11-კაციან დელეგაციას სწორედ მელისა მიუძღოდა წარწერით საქართველო. კანადელი მომღერალი ამ გზას ყველაზე გრძელ და ძნელ დისტანცია დაფასებს და იხსენებს, რა მძიმე იყო განადგურებულ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა. თავი ვერ შევიკავე და მეც ვტიროდი, ქართული გუნდი არაჩვეულებრივი გუნდია. სიმღერა უკვე შესრულდა Plaza of Nations-ზე. მელისას ჯგუფი აპირებს უშიშარი გმირით ცალკე სინგლად გამოუშვას და მთელი შემოსავალი საქართველოში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ფონდში გადარიცხოს. 28 თებერვალს დახურვის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ისევ მელისა გაუძღვება.